მოგესალმებით, მე ვარ თიკა და ეს ალტა სამზარეულოა. როგორც ყველა ოჯახში, ჩვენთანაც დაიწყო სააღდგომო სამზადისი და დღეს მოგიმზადებთ ჩაქაფულის მოტივებზე შექმნილ კერძს, რომელიც უგემრიელესია და ნამდვილად დაამშვენებს სააღდგომო სუფრას. ამ ყველაფერში კი დაგვეხმარება Panasonic-ის მულტიგრილი. ეს არის მოწყობილობა, რომელიც სრულიად აახლებს თქვენს წარმოდგენებს კერძების მომზადებაზე, რადგან ის ერთდროულად ცვლის ტაფას, გრილს, ქვაბსა და ღუმელს. შეგიძლიათ ასევე მოამზადოთ ორთქლზე და სპეციალური ზედაპირით მომზადოთ უგემრიელესი ფანქეიქები. აქვს ავტომატური 9 რეჟიმი, რეგულირებადი ტემპერატურა და 6 სხვადასხვა ზედაპირი, რაც ამარტივებს კერძების სწრაფ და სრულფასოვან მომზადებას. თავდაპირველად დავჭრათ ჩაქაფულისთვის განკუთვნილი მწვანილები და ესენია ტარხუნა, რეჰანი, მწვანე ხახვი, წიწმატი და ქინძი. მწვანილები დაჭრილია და დრო გადავურიოთ ერთმანეთს და გადავიტანოთ ცალკე კონტეინერში. ამის შემდეგ ცოტა ხანი გადავდოთ გვერდზე. ახლა დავიწყოთ ხორცის დამუშავება, ვჭრით თხელ და გრძელ ნაჭრებად და შესაწვავად ვათავსებთ Panasonic-ის კერამიკის ჯამში. ახლა დროა ხორცი გადავიტანოთ შესაწვავად, ცოტა ზედსა და კარაქში. ხორცი ნახევრად მომზადებულია, ახლა დროა დავაყაროთ დაჭრილი ხახვი და მოვაყაროთ შემდეგ შაქარი ხახვის კარამელიზაციისთვის. ხორცი სანამ ბოლომდე მომზადდება, აუცილებელია ხორცს დავასხათ ჩაქაფულისთვის ერთ-ერთი აუცილებელი ინგრედიენტი თეთრი მშრალი ღვინო. ამ მულტიგრილს აქვს რეგულირებადი ტემპერატურა 40-დან 250 გრადუსამდე, რაც საშუალებას გვაძლევს ზუსტად ვაკონტროლოთ მომზადების პროცესი, ასევე სპეციალური ცხაურებიდან ხდება ცხელი და ცხიმიანი ორთქლის შეწოვა და გაციება. უნდა აღვნიშნოთ ისიც, რომ Panasonic-ის ეს მოდელი სითბოს იდეალურად ანაწილებს, ამიტომ ხორცი ძალიან წვნიანი გამოდის და რბილი. ხორცი მომზადებულია და მართლაც ძალიან რბილი და წვნიანი გამოვიდა. ახლა ამას გადავდებთ და დავიწყებთ კერძის აწყობას. დროა კერძის აწყობაზე გადავიდეთ და დაგვჭირდება აი ეს ზედაპირი, სადაც ავაწყობთ კერძს და კვლავ გამოვაცხობთ Panasonic-ის მულტიგრილში. აქვე მაქვს მოხარშული ახალი კარტოფილი, რომელსაც დაჭყილტილს გავუშვებთ პირველ ფენად. კარტოფილს დავაკრით ხორცს, მწვანილებს და გავიმეორებთ ორჯერ. ბოლო ფენად გადავუსვამთ მაიონეზს და მოვაყრით გახეხილ სულგოს. სანამ კერძს გადავუსვამთ მაიონეზს, მოვასხათ ცოტაოდენი ღვინო საცხობ ფორმაშიც. ახლა დროა კერძს მოვაყაროთ სულგუნი და დავაბრუნოთ ისევ გრილში გამოსაწყობად. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ეს აპარატი არამხოლოდ მრავალფუნქციურია, არამედ ძალიან ადვილად იწმინდება და თავისი კომპაქტურობის წყალობით იდეალურად ჩნდება სამზარეულოს ნებისმიერ კუთხეში. ჩვენი სააღდგომო კერძი მზადაა. გემრიელად მიირთვით და ბედნიერ დღესასწაულს გისურვებთ.